მოგესალმებით მეგობრებო, მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით. გამოხატავ მადლიერებას თქვენს მიმართ, მადლობა თბილი კომენტარებისთვის, მადლობა უკუკავშირისთვის, მადლობა თვითონ თქვენგანს რომ ხართ აქ ჩემთან და აქტიურად ადევნებთ თვალყურს ჩემს გაშლებს. მე მინდა დღეს შემოგთავაზოთ საჯარო გაშლა თემით, რას შეცვლიდა თქვენს ურთიერთობაში. რისი სურვილი აქვს და შანსი რომ გქონდეს, რას შეცვლიდა თქვენს ურთიერთობაში. გაშლა გავაკეთოთ ორ ვარიანტად. პირველი ვარიანტი ნახოთ სიგნიფიკაცია პირველ რიგში. მეორე ვარიანტი სიგნიფიკაცია თქვენი ურთიერთობის. პირველი ვარიანტი იყოს ვეფხვის თვალის სამაჯური. მეორე ვარიანტი იყოს გიშერის სამაჯური. კონცენტრირდით პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი ჩაიფიქრეთ. ის ადამიანი წარმოიდგინეთ, ვისაც არის ეს გაშლა და დავიწყოთ. პირველი ვარიანტი. ნახოთ სიგნიფიკაცია თქვენი ურთიერთობის. ურთიერთობა, რომელიც მიმდინარეობს ციკლურად, შეიძლება ხან ძალიან კარგად ხართ ერთად, ხან კი სიტუაცია საგრძნობლად იცვლება. შეიძლება ძალიან ემოციური მამაკაცია აქ, შეიძლება იყოს წყლის ნიშანი, მორიელი იყოს, თევზები იყოს ან კირჩხიბი, თუმცა ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ეს მამაკაცი საკმაოდ ემოციურია თავის გრძნობებში, როგორც ხანდახან არის ძალიან ლმობიერი, მოსიყვარულე, ხან კი ცოტა დეპრესიული ადამიანი შეიძლება იყოს, ხანდახან შეიძლება იკეტებოდეს თავის გრძნობებში და არ გიმშხამნებდეთ თავის ემოციებს, არ მეტყველებდეს როგორ უყვარხართ, მაგრამ ხანდახან არის ძალიან გახსნილი და ძალიან მოსიყვარულე პერიოდულად. თუ სიგნიფიკაცია გეცნოთ, ესე იგი ეს თქვენი გაშლა და მოგესალმებით პირველებო კიდევ ერთხელ და დავიწყოთ. ამ ადამიანის ფიქრები თქვენს მიმართ რა არის? მიუხედავად თავის ემოციურობისა, ამ ადამიანს აქვს გრძნობები თქვენს მიმართ და შეიძლება ფიქრობს, რომ ვიღაც არის თქვენს ცხოვრებაში მესამე პირი, რაზეც ღელავს, ნერვიულობს და ნერვიულობს იმას, რომ მას არ შეუძლია შემოგთავაზოთ ის, რაც თქვენ გსურთ და ცოტა ეჭვიანობს სხვა მამაკაცზე, რომ არ გამოჩნდეს ის მასზე აქტიური და არ მოგცეთ ის სტაბილურობა, რასაც თქვენ მისგან ითხოვდით. ნახოთ მისი გრძნობები თქვენს მიმართ. მისი გრძნობები თქვენს მიმართ. ეს ადამიანი რაღაცას ელოდება, მეგობრებო. ერთგვარი შეჯიბრი გაქვთ თითქოს აი ამ ურთიერთობაში თქვენ და ეს ადამიანი თავის გრძნობებში, მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს გრძნობები, მაინც უფრო მეტად საკუთარ თავზე ფიქრობს,
საკუთარ სტაბილურობაზე ფიქრობს და ერთგვარი ჭიდილია მასში. შინაგანად ეს ადამიანი შეიძლება თავის თავს ებრძვის თქვენთან თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედოს თუ თავის კეთილდღეობაზე იფიქროს და აქ მე გეუბნებით, რომ ეს ადამიანი თავის თავს ირჩევს და რაღაც მომენტში ცოტა ეგოისტურად იქცევა. მოდი ვნახოთ, რას შეცვლიდა ეს ადამიანი თქვენს ურთიერთობაში, ამისი შანსი რომ გქონდეს. რას შეცვლიდა თქვენს ურთიერთობაში? აი, ახლანდელ კონფლიქტებს, რაც თქვენ გაქვთ, შეცვლიდა აი პირვანდელი ემოციებით, როგორც ადრე იყავით ერთმანეთის მიმართ გულწრფელები, გახსნილები, აი ეს აღმაფრენა რომ გქონდათ თავდაპირველად გაცნობისას, როდესაც ერთმანეთი გაიცანით, როგორი ემოციებსაც გამოხატავდით, როგორც ერთ ტალღაზეც იყავით ადრე ამ ადამიანს კვლავ სურს აი პირვანდელი სიტუაციის დაბრუნება. რას შეცვლიდა ეს ადამიანი კიდევ თქვენს ურთიერთობაში, რომ გქონდეს ამის შანსი? აი თქვენს ემოციურობას ახლა როგორც ხართ და ახლა მეუბნება ტარო, რომ თქვენ საკმაოდ იმედგაცრუებული ხართ და არ ელოდით იმას, რაც ახლა გაქვთ. ეს ადამიანი შეცვლიდა აი მსუბუქი სიტუაციით, როგორც ადრე იყო. მას სურს, რომ თქვენ იყოთ ისეთი ლაღი მის მიმართ, ისეთი მსუბუქი, აი ისე ძალდაუტანებლად იყოთ მასთან, როგორც ადრე იყავით. ამ ადამიანს თითქოს ეძნელება რაღაც პასუხისმგებლობების აღება თავის თავზე და მას სურს ისე აი ის მსუბუქი, ლამაზი ურთიერთობა თქვენს შორის, როგორც ადრე იყო. მადლობა პირველებო, მე დაგელოდებით თქვენ კომენტარებში და ნახოთ მეორე ვარიანტი. მოგესალმებით მეორეებო, თქვენი სიგნიფიკაცია ვნახოთ ურთიერთობის. თქვენი სიგნიფიკაცია ურთიერთობის. რა ურთიერთობაში ხართ ახლა? მეორე ვარიანტი არის ის ვარიანტი, როდესაც გქონდათ კრიზისული სიტუაცია და თითქოს ახლა გამოხვედით აი ამ კრიზისული სიტუაციიდან ამ ადამიანმა, თქვენმა მამაკაცმა, თავისი მომხიბვლელობით, ქარიზმატულობით, ძალის ხმევით, თითქოს აი ეს კრიზისული სიტუაციიდან გამოგიყვანათ და ახლა ხართ ცოტა მხიარულ ტალღაზე, ხართ აღმოფრენის პერიოდში, არის მსუბუქი შეხვედრები ერთმანეთთან, შეიძლება წვეულებაზე იყავით, ან მეგობრების წრეში, ან სულაც მარტოები იყავით, განმარტოვდით და საკმაოდ კარგ დროს ატარებთ აი იმ კრიზისული სიტუაციის შემდეგ. თუ თქვენ სიტუაცია გეცნობათ, ეს თქვენი გაშლა და აქ მამაკაცი გვეწვია კვერთხების მეფე, რომელიც არის ძალიან ქარიზმატული, საკმაოდ შემდგარი ადამიანი,
დიდი გამოცდილების მქონე, წარმატებული და საკმაოდ გულთამპყრობელი ქალბატონების თავისი ქარიზმატულობით და მომხიბვლელობით. თუ გეცნოთ ეს სიგნიფიკაცია, მაშინ ეს თქვენი გაშლა. ნახოთ მისი ფიქრები თქვენს მიმართ. ამ ადამიანს თქვენთან შეიძლება სამსახურეობრივი კარიერული თემა აკავშირებს, შეიძლება თქვენი უფროსიცაა სამსახურში, ან ამ ადამიანს ან სურს თქვენთან დალაპარაკება რაღაც თემაზე, თუ სამკუთხედია გაქვთ ურთიერთობაში, ამ ადამიანს სურს, რომ აი ამაზე დაგელაპარაკოთ და მიიღოს გადაწყვეტილება. რა გადაწყვეტილება სურს მიიღოს ამ ადამიანს? მეგობრებო, ამ ადამიანს სურს, რომ გაუხანგრძლივოთ ვადა და მისცეთ ვადა და დრო, რომ აირჩიოს რაღაც. შეიძლება არჩევანის წინაშე დგას ეს მამაკაცი და ვერ აურჩევია, თუ სამკუთხედია ოჯახი აირჩიოს თუ თქვენ, მაგრამ თითქოს ეს ადამიანი ვერ თმობს აი ოჯახურ სტაბილურობას, თუ სამკუთხედია. მისი გრძნობები თქვენს მიმართ. აქვს რეალურად ამ ადამიანს გრძნობები თქვენს მიმართ, მაგრამ როგორ არის, იცით, რაღაც სტაბილურობა მაინც იჯაჭვებს ამ ადამიანს და ეს ალბათ არის მისი ოჯახი. თქვენს მიმართ აქვს ეჭვები, რაღაც გაურკვევლად არის, თლად ვერ გაურკვევია, რაღაც გონია რომ რაღაცას უმალავთ, არ იხსნებით ბოლომდე და აწუხებს ეს მომენტი, თუმცა ამ ადამიანს თქვენს მიმართ გრძნობები აქვს, მაგრამ მეორე მხარეს ის სტაბილურობა იჯაჭვებს. მოდი ვნახოთ, რომ შეეძლოს, რას შეცვლიდა თქვენს ურთიერთობაში. მეგობრებო, რომ შეეძლოს ამ ადამიანს, ძალიან ცუდ რამეს ვამბობ, მაგრამ თავის ჭკუაზე გატარებდათ და მოგარგებდათ აი იმ სიტუაციას, რაშიც თავად სურს რომ იყოს. ამ ადამიანს სურს აი ის თვითონ არ დათმოს აი სტაბილური გარემო, იყოს თვითკმარი, იყოს კარგად, გქონდეს აი სტაბილური ცხოვრება და თან არც აი ეს ახალი გრძნობები, რაც თქვენს მიმართ აქვს, აი სიახლეებისკენ სწრაფვა, არ სურს რომ გაუშვას ხელიდან. რა სურს, რას შეცვლიდა ეს ადამიანი თქვენს რომ შეეძლოს აი იმ თქვენს რეალობაში, თქვენს ურთიერთობაში, რას შეცვლიდა? რას შეცვლიდა? აი იმ კამაც თქვენ შორის რაც არის, ამ ადამიანს აღარ სურს აი იმ არჩევანის გამო კამათი, ოჯახის გამო კამათი თქვენთან და რომ შეეძლოს ამ ადამიანს რომ შეეძლოს აი შეცვალოს აი ეს სიტუაცია, რომ არ დააყენოთ არჩევანის წინაშე, სწორედ აი ამას შეცვლიდა იმას, რომ თქვენ არ დაგეყენებინათ ეს ადამიანი არჩევანის წინაშე.
და რეალურად მართლაც დგას ეს ადამიანი, ამ ადამიანს უეჭველი აქვს ოჯახი სტაბილური, ქორწინებაშია ოფიციალური და ამ ადამიანს რომ შეეძლოს აი თქვენს შორის აი კამაც და ჭიდილს შეცვლით და იმასთან დაკავშირებით, რომ არ დაგეყენებინათ ის არჩევანის წინაშე. და რაღაც კონსენსუსისთვის მიგაღწიათ აი ამას შეცვლიდა. მადლობა მეორე ვარიანტს და მე თქვენს გელით კომენტარებში მომავალ გაშლამდე გემშვიდობებით.